ევროპის თეატრალური ჯილდო, ანუ ევროპის ჯილდო თეატრს 1986 წელს დაწესდა. მისი ინიციატორები იყვნენ ცნობილი იტალიელი რეჟისორი ჯორჯო სტრელერი, საფრანგეთის კულტურის მინისტრი ჟაკ ლანგი და ევროპარლამენტის პირველი კომისარი ჟაკ დელორბი. წესდების მიხედვით დიდი ჟიური, რომელშიც სხვადასხვა თეატრალური ასოციაციების წარმომადგენლები შევიდოდნენ, შეარჩევდა ხელოვანს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღოდა და თეატრალური ხელოვნების განვითარებაში. პირველი და მთავარი პრიზი ეს გახლავთ თეატრში შეტანილი ღვაწლისთვის. თავის დროზე ჯერ კიდევ ევრო არ იყო და დაწესდა როგორც 60,000 ეკვი, ეხლა ამის ეკვივალენტია ევროში. ბუნებრივია. პირველი ჯილდო მიიღო არიან მნუშკინმა, ფრანგმა რეჟისორმა და მისმა მზის თეატრმა. იმ წვლილისათვის, რაც მან წლების მანძილზე შეიტანა თეატრის და კონკრეტულად ევროპის თეატრის გაერთიანებაში. მზის თეატრის ყოველი წარმოდგენა მოვლენაა თეატრალურ სამყაროში. მნუშკინამ ააღორძინა ძველი ბალაგანის თეატრის ტრადიციები. მისი ყველა სპექტაკლი მსოფლიო თეატრის ისტორიაში შედის. მათ შორისაა ჩინგისხანი, კაპიტან ფრაკასი, სამზარეულო, შექსპირის პიესების მიხედვით დადგმული სპექტაკლების ციკლი 1789-1793. ბოლო სპექტაკლებში განახორციელა ანტონენ არტოს სისასტიკის თეატრის პრინციპები. ოქროს საუკუნეში გამოიყენა კომედი დელარტეს ნიღბები. ევროპის თეატრალური ჯილდოს მფლობელები იყვნენ პიტერ ბრუკი, ჰაინე მიულერი, პინა ბაუში, მიშელ პიკოლი, ჰაროლდ პინტერი, ბობ უილსონი, ჯორჯო სტრელერი. ნანახი მაქვს მისი მონათა კუნძული მარევოს მიხედვით და აბსოლუტურად დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა ეს მარევოს მიხედვით. შავი კოლოფის სცენის ოდეონის თეატრი, რომელიც ძალიან გავს სხვა შორის ჩვენი რუსთაველის თეატრს, ოდეონის თეატრის სცენაზე შავი კოლოფი და მსახიობები. მეტი არაფერი. კოსტიუმებში ბუნებრივია ეპოქის, მაგრამ ეს იყო ისეთი ხელოვნება, მაღალი ხელოვნება, სამსახიობო, რეჟისორული, რომელმაც ის რაღაც გარითამული გადასვლები და პასაჟები და მიზანსცენები მონახა, ისეთი რომ ერთი წამით თარგმანი არ ქონდა იტალიურ ენაზე, თვალს ვერ მოწყვეტდი. საოცარი ხელოვანი იყო და საოცარი ოსტატი იყო რიტმის, სპექტაკლის იდეის, რაღაც სხეულის მოძრაობით, პლასტიკით, ინტონაციით, ერთი მოძრაობით გადმოცემის. ეს ჯორჯო სტრელერი. ჯილდოს დაწესების მესამე წელს კონსულტანტთა საბჭომ და ევროპის კულტურის კომისიამ კიდევ ერთი პრიზი, ახალი რეალიები დააწესა. ამისათვის გამოიყო 40,000 ევრო, რომელიც საჭიროების შემთხვევაში რამდენიმე გამარჯვებულზეც გადანაწილდებოდა. ახალი რეალიები, ახალი ტექნოლოგიების, ახალი ხედვის, ახალი ესთეტიკის, ახალი დანიშნულების თუ სოციალურ-პოლიტიკური თულების თეატრები, აი ასე ზუსტად დაჯილდოვდა ამ ახალი პრიზით. ახალი რეალიების ნომინანტები გახდნენ რეჟისორები ანატოლი ვასილევი, ეიმუნტას ნეკროშუსი, კრისტოფ მარტალერი, გერმანელი ქორეოგრაფი საშა ვალცი, უნგრელი არპა ჩილინგი, ფრანგი ფრანსუა ტანგი და მისი თეატრი რადო, იტალიელი მსახიობი და რეჟისორი პიპო დელ ბონო, ესპანელი როდრიგო გარსია, ბელგიელი გი კასიერი და სხვები. ევროპის ჯილდოს, ანუ იგივე პრემიოს, როგორც მას უწოდებენ, ბიენალეს სახე მიეცა. იგი 2 წელიწადში ერთხელ იმართება. პირველი 9 დაჯილდოება სიცილიის პატარა ქალაქ ტაორმინაში შედგა. მეათე ცერემონიამ 2005 წელს ტურინში გადაინაცვლა.
სწორედ მაშინ გადაწყდა, რომ პრემიო გააფართოებდა თავის გეოგრაფიულ არეალს და მოძრავი გახდებოდა. ამგვარად მომდევნო სამცერემონიალს საბერძნეთმა, პოლონეთმა, რუსეთმა და წელს უკვე რუმინეთმა უმასპინძლა. ხოშური საბერძნეთში მოხდა ერთი ძალიან საინტერესო კაზუსი, მე ვიტყოდი. არ აქვს უფლება მიიღოს ჯილდო, გადაეცეს ფული თუ თავად რეჟისორი არ არის ადგილზე. ამდენად ის უნდა ჩავიდეს. და პიტერ ზადეკმა, მაშინ ბერლინერის სამხატვრო ხელმძღვანელმა გამოაცხადა, რომ ძალიან ბევრი საქმე მაქვს, მე ახალ პროდუქციას ვიწყებ, მე იმას ვიწყებ, პოლიტიკური ვითარება და მოკლედ, აი ბრეხტის პათოსით საკმაოდ ყალბად გამცნო მიზეზი, რის გამოც ის ვერ ჩამოდიოდა და არ გაუგზავნეს ფულად ჯილდოს, დარჩა ნომინაცია, მაგრამ ჯილდო არ მიიღო. ევროპის ჯილდოს აქვს საინტერესო სექცია რიტორნი, რაც დაბრუნებას ნიშნავს. ისინი ხშირად ეპატიჟებიან იმათ, ვისაც ადრე მიღებული აქვთ ჯილდო. აი ესევე რიტორნი გახდათ წელს ორი რეჟისორი, კასტელუჩი და თომას ოსტერმეიერი. თომას ოსტერმეიერს ქართველი თეატრალები უკვე იცნობენ. შარშან თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე წარმოდგენილი იყო მისი სპექტაკლი ხალხის მტერი, რომელმაც როგორც კრიტიკის, ასევე მაყურებლის დიდი აღტაცება გამოიწვია. თომას ოსტერმეიერს ქართველი მაყურებელი უკვე იცნობს და მადლობა ჩვენ საერთაშორისო ფესტივალს. მან გვაჩვენა რიჩარდ მესამე. Jetzt wurde der Winter unserer Erniedrigung zu strahlendem Sommer durch diesen Sohn der Yorks. Und all die Wolken, die sich türmten gegen unser Haus. უპირველეს ყოვლისა უნდა ვთქვა ის, რომ ეს არის თარგმნილი და ადაპტირებული ტექსტი არის მარიუს ვონ მაენბურგის. და ქრონიკებთან პრაქტიკულად ამ ტექსტს არაფერი საერთო არ აქვს. ბოროტების, ესე იგი, ინკარნაცია ზუსტად ისევე აი ამ სულისა და სხეულის სიმახინჯეშია ცალსახად შემონახული. სავსებით ბუნებრივია, რომ მას დაჭირდებოდა სხეულის შიშიშვლეც, სხეულის აი პლასტიკის ჩვენებაც, მით უმეტეს ფანტასტიკური მსახიობი ყავს მას. თუ მიაქციეთ ყურადღება, იქ რიჩარდს ისეთი ყელის ბჯენიც კი აქვს, ხო ასე არა? კუზისა და სიმახინჯის ისეთივე ატრიბუტია, როგორც მიკროფონი მაგალითად. ზუსტად მიკროფონის სულ არის სცენაზე, აბსოლუტურად სულ არის და ისეთი ატრიბუტია, რომელიც აი ამ აპარტეს მაყურებლისკენ მიმართვას, მაყურებელთან ლაპარაკს, მაყურებლის ჩართვას, აი ამას გულისხმობს. შეცვალა მან ის გზა აქცენტებით ბუნებრივია, რომელიც გაიარა რიჩარდმა იმისათვის, რომ ძალაუფლება მოეპოვებია. შეცვალა ასევე აქცენტები. დასაწყისში ისე შთაბეჭდილება შემექმნა, რომ რაღაც რეაბილიტაციას აპირებს რიჩარდ მესამესი, იმდენად საცოდავი და რაღაცეთ საწყალი რიჩარდი შემოდის, რომელიც აი მეფის კარზე დაკარგულიც კი არის. მაგრამ ნელ-ნელა რაღაც რეპლიკაში, აი ესე მიკროფონის დაჭერაში, გამოხედვაში, რომელშიც ბოროტება ჩანს ბუნებრივია, გამოჩნდება მისი სული და ის სწრაფვა, რომელიც მას ძალაუფლებისკენ აქვს. ფაქტიურად თომას ოსტერმეიერმა ერთადერთი თემა გაატარა, ის რომ აბსოლუტური ძალაუფლების მოპოვება საშიშია ერთი კაცის ხელში თუ აღმოჩნდება. აი ეს იყო. და ძალიან საინტერესოა რამდენიმე რეპლიკა, მაგალითად იგივე, როცა ღმერთმა შეუნდოს, ღმერთმა აცხონოს პლანტაგენეტები. შემდეგი ვინ არის? რიჩარდი კითხულობს. აი ესეთი რეპლიკებით არის ეს ტექსტი ფლაშებით გაცოცხლებული.
მეტაფორებით არის გაჯერებული ბუნებრივია სპექტაკლი. ის სცენა, სადაც რიჩარდი კარტოფილს და ხაჭოს ჭამს. და ცნობილია, რომ ეს იყო ჰიტლერის საყვარელი კერძი. ამდენად აი ამ მინიშნებითაც გვაძლევს იმას, რომ აი ესეთი საშიშროება ელოდება ადამიანს თუ ის საზოგადოებას თუ არასტაბილურ პერიოდში, არასტაბილური ადამიანის, მხოლოდ ძალაუფლებაზე მომართული ადამიანის ხელში ჩააგდებს ძალაუფლება. ოსტერმეიერი არის დიდოსტატი ინტერაქტივის. აი რა წუთში მომართავს რიჩარდი იგივე და აი გახთის თანაზიას, თანამოაზრეს, თანამზრახველს და შენს დამნაშავეს საკმაოდ რთული ამოსაცნობია. ძალიან საინტერესო და ესეთი მნიშვნელოვანი სპექტაკლი იყო უდავოდ. მეორე ასე ვთქვათ, ხელახლა დაპატიჟებული რეჟისორი გახდათ კასტელუჩი, რომელიც მაგერ მე მგონი 2004 წლიდან ერთ-ერთ ყველაზე ეპატაჟურ, სკანდალურ და პროვოკატორ რეჟისორად ითვლება. დიდი ხმაური მოყვა სპექტაკლს ქრისტეს სახის კონცეფციისთვის, სადაც რეჟისორს ეჭვში აქვს ქრისტეს სახის რეალურ ხატში. ერთ-ერთი პერსონაჟი გაწმილებული შეხყურებს ხატს და იქამდე მიდის, რომ შეურაცხყოფს მას. რეჟისორს შემოყავს სცენაზე, აი სიღრმიდან სცენის, მოდის უზარმაზარი ქრისტეს პორტრეტი, ხატი, რაც გინდათ ის დაარქვით. და ეს აღშფოთებული პერსონაჟი ამ სპექტაკლის სახეში ესვრის ექსკრემენტებს. სავსებით ბუნებრივია წარმოიდგინეთ რა მოყვა ამას ევროპაში. ამას მოყვა აღშფოთება. ამას მოყვა მუქარა. ამას მოყვა იმდენად სერიოზული საფრთხე მისი სიცოცხლის, რომ ინტელექტუალური და თეატრალური ევროპა იძულებული იყო მხარში ამოდგომოდა ამ რეჟისორს და პეტიციებით და განცხადებებით დაეცვა. თავად რეჟისორი წერდა: მაყურებელი გააღიზიანა არა იმ ქმედებამ, რომელიც პერსონაჟმა სცენაზე ჩაიდინა, არამედ მათ ვერ გაუძლეს ქრისტეს ზეციურ შემოსვლას და მზერას, რომელმაც თითოეულ მაყურებელს თვალი თვალში გაუყარა. კითხეს მას, რომ თქვენ ხშირად სკანდალურ სპექტაკლებს დგამთ, რატომ პროვოკატორი ხართო? პროვოკატორი, ესე იგი იკითხა? არა, ეს ძალიან მარტივი სიტყვა იმისთვის, რომ მე მიწოდოთ. პროვოკატორი ზრახვებს ყოველთვის ხედავ. მე რეჟისორი ვარ და მინდა რომ მაყურებელმა და ხანდახან მე თვითონაც კი არ ვიცოდე ის, რასაც გავაკეთებ და რითი გამოვიწვევ მაყურებლის და მის რეაქციას. კასტელუჩის სპექტაკლები გაწუხებს ნამდვილად. მას მიაჩნია, რომ უნდა შეგაწუხოს. და თვითონ ხსნის ესე, მე ვერითი თეატრი, რეალისტური, ნამდვილი თეატრი არ მაინტერესებს. რა აზრი აქვს ვუყურო, ვაჩვენო ნამდვილი სისხლი, ნამდვილი მკვლელობა, ყველაფერი ნამდვილი, როცა გაცილებით უკეთესად მუშაობს ის, რასაც წარუდგენ და როგორც წარუდგენ. მე მინდა მაყურებლის გონება და მზერა ავამუშაო. იულიუს კეისარი მან გვაჩვენა 2 ნახევარსაათიანიც არ იყო, 2 ნაწყვეტი. ზუსტად დასაწყისი, პირველი სცენა და მეორე სცენა კეისრის სიკვდილის შემდეგ მარკ ანტონიუსის მონოლოგი. იცით, 2 სცენით მთელ სპექტაკლზე მსჯელობა ძალიან ძნელია, მაგრამ ის რაც იქ იყო, იცით, აი პირველ სცენაში თუნდაც, ეხლა დეკორაცია იყო ისეთი, რომ აბსოლუტურად ყველანაირი ადამიანის ჯანმრთელობის გამოსაკვლევი ხელსაწყო ყველაფერი სცენაზე იყო ვთქვათ, ეხოაპის აპარატი იყო, ვთქვათ, რითაც აი ეს ხელოსნები
ბრჭყალებში ბუნებრივი არავინ იცის ისინი იყვნენ თუ არა ხან თავის ტვინს იშინჯავდნენ ხან ასე ვთქვათ ყურს ხან გულთან მიიდებდნენ ელექტროკარდიოგრამის გასაკეთებლად ალბათ ამასთანავე აი დეკორაცია აი ესე გვერდით მწკრივად ჩაწყობილი პროჟექტორიც არა, მაგრამ ელექტრონათურები ძლიერი საკმარისად, რომელსაც სპექტაკლის ფინალი არ არის ბუნებრივია ეს სპიჩი, მაგრამ თითოს აკრობს. ქრება ისე თითქოს აი სულიც კი ქრება იმასთან ერთად. ძალიან საინტერესო მეტაფორები აქვს უდაოდ, ძალიან საინტერესო. ეგრო პროვოკატორია აი პირველ ნაწილში იმაშიც ჩანს რომ მას მონოლოგს ამ ფლავიუსის მუცლით მეზღაპრესავით ამბობს ადამიანი ანუ არის მისი სიტყვები ნათლად შეხედა მხოლოდ ჟესტს და გრძნობ შიდა განწყობას მე ვიკითხეთ ჩვენ რომ ეს მართლა მუცლით მეზღაპრე იყო თუ ასე უბრალოდ ოპერაცია გაკეთებული რაღაც წელზეო და ნუ უკვე მორჩენილია, მაგრამ ხმაჯერ ბოლომდე და ალბათ არც მოუვაო და ძალიან ხშირად იწევს ამ სახელებს. რა გითხრათ კიდევ. ძალიან საინტერესო რეჟისორია, იცით. მას ისეთივე განკრეხელურ სადისტურ და ამასთანავე ძალიან დახვეწილი ხედვის ესთეტიკა, როგორც ჩვენი დღევანდელობა, როგორც ჩვენი სამყარო. ამდენად არანაირად ის არ ალამაზებს არაფერს. უბრალოდ ფუთავს ამას ყველაფერს ისე, რომ შეხედო და აღიქვა, როგორც ამ სამყაროს ერთ-ერთი ხატი. რაც შეეხება ჯილდოებს. წელს ახალი თეატრალური რეალიების შექმნისათვის დაჯილდოვდნენ უნგრელი რეჟისორი და მსახიობი ვიქტორ ბოდო. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მსახიობებთან მუშაობას და სპექტაკლის მუსიკალურ თანხლებას და აქცენტირებას. Aus der Konkretheit ausbrechen. გერმანელი ანდრეას კრეგენბურგი კრიტიკის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ხაზგასმულად თანამედროვე ესთეტიკითა და ფორმით განხორციელებული საოპერო დადგმებით, რომელთა შორისაა მოცარტი, ალბან ბერგი, ვაგნერის ოპერათა ციკლი, ვერდი, პუჩინი და მრავალი სხვა. ესპანელი დრამატურგი და რეჟისორი ხუან მაიორგა ძირითადად ინტერაქტიული თეატრის ესთეტიკით მუშაობს. წერს პიესებს აქტუალურ თემებზე. მაყურებელს სპექტაკლში ორგანულად ხრთავს და მას ამბობს დასმული პრობლემის თუ კონფლიქტის განსხვავებული კუთხით განსჯასა და გადაწყვეტას. Muchas veces me pregunto cómo sería Moby Dick si el narrador fuese el Capitán Ahab. ¿Cómo acabaría? ახალი რეალიების პრიზიორი გახდა შოტლანდიის ეროვნული თეატრი. თეატრ მცოდნეების ნაწილმა მიიჩნია, რომ მათი დაჯილდოება უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. თეატრის მიზანი სტიმულის მომცემი, გასართობი, ემოციური მუხტის მქონე სანახაობის შექმნაა. თუმცა აშკარად იგრძნობა, რომ ისინი ძირითადად შოტლანდიისა და ბრიტანეთის ურთიერთდამოკიდებულებების საკითხებს სოციალურ პოლიტიკურ ჭრილში განიხილავენ.
ფრანგი დრამატურგი და რეჟისორი ჟოელ პომერა შემოქმედებითი გზის დასაწყისში უპირატესობას ვერბალური თეატრის პრინციპებს ანიჭებდა. ბოლო დროს მან თითქოს შეცვალა ესთეტიკა და ყურადღება სპექტაკლის ვიზუალურ მხარესაც დაუთმო. მუსიკა და ხმაური, სხეული მსახიობთა თამაშის სტილი, იმპროვიზაცია, ირონია, გროტესკი, ყველაფერი ტექსტთან თანხვედრით ხელს უწყობს შემოქმედებით პროცესს და მაყურებელს თანამედროვე აქცენტებით გამდიდრებული ტექსტის აღქმასაც უადვილებს. La petite fille n'aimait pas avoir peur. La petite trouvait que sa maman était vraiment belle, même quand elle devenait une bête. თავარი ჯილდო და 40,000 евро ევროპულ თეატრში შეტანილი წვლილისთვის წელს გადაეცა ლეგენდარულ შვედ ბალეტმეისტერსა და რეჟისორ მაც ექს. თითქმის 50 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე იგი უწყვეტად ავითარებდა ქორეოგრაფიის გამომსახველობით ენას. განმაცვიფრა მისმა ადამიანურობამ, რომელიც დავინახე და რაც ჩანს სხვადასხვა მის ბალეტებში, გახსნილი აბსოლუტურად საკმაოდ საინტერესო პრესკონფერენცია ჰქონდა. თან ახლდა ანა ლაგუნა, მისი მეუღლე, 40 წელი უკვე, მათ ორი ბავშვი ყავთ და ქალი ესპანელი მოცეკვავე ბალერინა, რომელიც 30 წლის მანძილზე ცეკვავდა მის ჟიზელს და გედების ტბასაც მაგალითად. ახლდა მას ოუზელი, ერთ-ერთი ასევე ხანში შესული 60 გადაცილებული მოცეკვავე, რომელიც ასევე მის ბალეტებში ადრე მონაწილეობდა. სამი წლის წინ მან განაცხადა, რომ 70 წლის რომ გავხდები, მე ყველაფერს თავს ვანებებო. ერთ-ერთი ყველაზე მიწვევადი ბალეტმეისტერი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია და ასე შემდეგ. და ეს 2015-ში ის გახდა 70 წლის. და 2016-ის იანვარში წამოიწყო დიდი ტურნე. შექმნა რამდენიმე ესეთი მინიატურის მსგავსი ბალეტები და გაიხსენა თავის ძველი დადგმებიც ბუნებრივია ამ სტილის, იმიტომ რომ ბოლოს ის უარს ამბობს საერთოდ არა ამბისთხრობაზე, მისთვის ამბისთხრობაა მთავარი სხეულის სცენით, არამედ ამ ამბავს უფრო თანამედროვე ამბავს გვიყვება, მაგალითად ასეთი არის ადამიანი და ქალაქი, ადამიანი და სოციალური გარემო. მოკლედ გააკეთა რამდენიმე ასეთი მინიატურა, დაუძახა თავის ძველ მსახიობებს, ბარიშნიკოვი დაუბრუნა მაგალითად სცენას. ანა ლაგუნა ბუნებრივია მის გვერდით იყო ყოველთვის და გააკეთა რამდენიმე სპექტაკლი. აქვე იყო სოლო ორთათვის, სადაც თვითონ იცეკვა ანა ლაგუნასთან ერთად. საოცარი მონაკვეთია ესეც. ასევე ანა ლაგუნასთან ცეკვავს მემორის. სრულად უნიკალური შედევრია, მე ვფიქრობ, წყვილის ცხოვრების სხეულის ენით კი არა, თუნდაც აი სიტყვიერად შეიძლება ვერ გადმოსცე იმდენი, რამდენსაც ის აი ესეთ განყენებულ მეტაფორულ იმაში აკეთებს და მოძრაობით აკეთებს და პლასტიკით აკეთებს. ყველაფერი აქვს, სიყვარული, გაუცხოება, რომელიც დროს მოაქვს. არის სექსუალური მათი ცხოვრებაც, სიმარტოვე, რომელსაც ეშინია, ტოლვა ჯერ კიდევ შერჩენილი ერთმანეთის მიმართ. როგორ არ ესმით ერთმანეთის. აი აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე წვილი გაივლის. მაგრამ ამასთანავე არის აი თვალხილულად ნაჩვენები ის, რომ მათ მაინც ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ.
ძალიან კეთილი და ძალიან ესეთი ფილოსოფიური მონაკვეთია. მემორი, რომელიც მან ჩამოიტანა რუმინეთში, დაარქვა რუმინული მემორი, ანუ რუმინული მეხსიერება, გახსენება. და აი იგივე წყვილის ცხოვრება მისცა ისეთი აქცენტები, ვიზუალურიც ბუნებრივია და ოდნავ პლასტიკა შეცვლილისაც, რომ ეს იკითხებოდა ორი წყვილი სოციალისტურ საერთო საცხოვრებელში როგორ ცხოვრობს. აიღეს სოცრეალიზმის საერთო საცხოვრებელი. ეს ბინაც ის არის, სადაც ყველა ერთმანეთს უყურებს და იცის რას აკეთებს და ეს არის გარემო, რომელიც არ გასვენებს, იმიტომ რომ უნდა ჩაიხედოს შენს ტვინში ელემენტარულად და ჩადოს ის, რაც ჩადებაც მას უნდა. ძალიან საინტერესო იყო ეს. მეორე სპექტაკლი ნაჯახი, აი როგორც გიდათ, ან ჩეხვა. ისევ წყვილი, აი ზუსტად ეს ყველაფერი გავლილი, რაზეც ეხლა ვსაუბრობდი, კაცი ჩეხავს მექანიკურად. მეტი აღარაფერი დარჩენია ამ ცხოვრებაში. ყველაფერი გაათავა, ყველაფერი მოაქთავა ამ ცხოვრებაში. ქალი მის გვერდით ცდილობს ხან ისე მიქციოს ყურადღება, ან ცუდად ხდება, ან რაღაც კი პერიოდულად მობრუნდება, აი იგივე მომენტი გაუცხოების, დაღლის, ცხოვრების, აბსოლუტურად ყველაფერს. და ამასთანავე ესეთ ერთი და იგივე მოძრაობები, რომელიც საათივით და ესე მეტრონომივით ზომავს იმ გზას, რომელიც მათ სიცოცხლის ბოლომდე აქვთ დარჩენილი. ეს გზა მალე დამთავრდება. და ეს მოძრაობა ამას ესე ჩეხავს და ზომავს.
ბოლო მინდა გავიხსენო მისი პრესკონფერენციის წასვლას ვაპირებდიო თქვა, მაგრამ ხო როგორც ხედავთ, მაინც ვმუშაობ. ამ ზაფხულის მერე ყველა კონტრაქტს გავაუქმებ, ყველას აბსოლუტურად უარს ვეტყვი, აღარაფერს ყველა ვალდებულებას მოვიხსნი. ახალი აღარ იქნება და ფინალისკენ წავა. ჩემი ვალდებულებები შემოდგომაზე, ანუ აი ახლა სადღაც რობოვა, მაშინ თავრდება. თავისუფალი ვიქნები და ვნახოთ რა იქნება. აი ესე დაამთავრა პრესკონფერენცია. მართლა დათმობს? არავინ იცის, არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი. ნუ ანუ როგორ უნდა დათმოს ქორეოგრაფმა, რომლისთვისაც ცეკვა ჰუმანურობას და სიყვარულს ნიშნავს. რომელიც თავის თავზე მე ვარ მუდმივი რომანტიკოსი. ნახოთ რა იქნება.